ბატონებო და ბატონებო, პატივცემულო საზოგადოება, ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო თანაფესვებო, დიდი სიყვარულით მოგესალმებით. მივესალმები დიდებულ აჭარას, მინდა სულითა და გულით მადლობა მოახსენო აჭარის განათლების კერას, შოთა რუსთაველის სახელმწიფოს უნივერსიტეტს, სახელმწიფოს განსაკუთრებული მადლობა მინდა მოახსენო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს, მისი დიდებული და პატრიოტი ხელმძღვანელის ჩვენი ძმასა და მეგობარს ბატონ დროიმ მალაკმაძეს და უძვირფასეს თანამშრომლებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში საშუალება მეძლევა წარვადგინო ჩემი ულამაზესი მხარე, ფერეიდანი. მე ძალიან მიყვარს ჩემი მხარე, ჩემი ფერეიდანი და ამიტომაც ათას მაგარ მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ეროვნული. ჯერ საუკუნეების წინ ჩემი წინაპარი ირანში ამბობდა, რამდენადაც არ უნდა დაანჯონ და მაცამონ სპარსეთში, მაინც ქართველი დავრჩებიოდა. დღეს მე ჩემი წინ მოვალეობას ვასრულებ. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ძალიან მიყვარს საქართველო, გვიყვარდა და გვეყვარება და ბევრჯერ მithქვამდა კიდევ არ მომგესწრება, რომ მოგახსენოთ, იმიტომ რომ ჩვენ ფერეიდან ქართველებში საქართველოს სიყვარული, ქართველებისადმი სიყვარული და საქართველოზე ფიქრი და საქართველოში დაბრუნების იმედი და ოცნება დავიწყებას არ მიეცემოდა, შექმნეს ულამაზესი ლეგენდა. ისეთია ფერეიდული ლეგენდა, როცა გაწვიმდებაო, მერე სადღაც წვიმის მერე გამოჩნდება სისაფრთხილეო და თუ მიხვალ იმ სისაფრთხილესთან მეორე მხარე გადის საქართველოსეო და წარმოიდგინეთ, რაოდენ ფილოსოფიადებს ამაში, ანუ წვიმა სანამ სამყარო არ იქნება, სისაფრთხილეს გამოჩნდება სადმე და ეს საქართველოსადმი, სამშობლოსადმი, საქართველოს ფიქრი, საქართველოში დაბრუნების იმედი არასოდეს დავიწყებას არ მიეცემოდა და მე ის ბედნიერი თაობა ვარ, რომ ეს სისაფრთხილე აღმოვლახე. უფალი ფარავდეს საქართველოს, უფალი ფარავდეს ქართველებს.